სისხლიანი გარჩევა აღმაშენებლის ხეივანში არიან დაჭრილები. თვითმკვლელების განცხადებით შემთხვევა ერთ-ერთ ბენზინ გასამართ სადგურზე მოხდა, სადაც სავარაუდოდ 5 პირმა ცეცხლი გახსნა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა და თამარ გოგესაშვილი იმყოფება ადგილზე. ის მომხდარის დეტალებს პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს. თამარ, გისმენთ, რა მოხდა, რაზე საუბრობენ თვითმკვლელები? აღმაშენებლის ხეივანის მე-9 კილომეტრზე მდებარე ბენზინგასამართის სადგურის მიმდებარე ტერიტორია ამ დრომდე შემოსაზღვრულია. იქ მუშაობენ სამართალდამცავები, რამდენიმე წუთის წინ მოვიდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, როგორც თვითმხილველები ამბობენ, რამდენიმე გასროლა, დაახლოებით 5 გასროლა. აქ გასროლის ხმა აქ გაისმა დაახლოებით 9 საათის წინ და ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით დაჭრილია აღნიშნული ბენზინგასამართის სადგურის მეპატრონე. თვითმხილველების მტკიცებით სულ 2 პირია დაჭრილი და ისინი არიან ძმები და როგორც უკვე გითხარით, აღნიშნული ბენზინგასამართის სადგურის მეპატრონეები. თვითმხილველების მტკიცებით გასროლას წინ უძღოდა ხმაური და ურთიერთშელაპარაკება, თუმცა ურთიერთშელაპარაკების მიზეზები ჯერჯერობით არის უცნობი. როგორც ადგილზე მყოფებმა გვითხრეს, დაჭრილები არიან ძიმედ და ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა უკვე გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში. ცოტა ხნის წინ ჩვენ გადავიღეთ რამდენიმე პირი, ისინი სამართალდამცავებმა გადაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან და როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს, პატრულის თანამშრომლებმა ურთიერთშელაპარაკების მონაწილე პირები ადგილზე დააკავეს. რამდენი გასროლის ხმა იყო? 5-6 ალბათ. არის ვინმე დაშავებული? 2 ძმა. ვინ არიან ეს ადამიანები? ახმაური თუ იყო? მეპატრონე კალონკის. და რა მოხდა, რის გამო მოხდა და? შელაპარაკდნენ და სროლა დაიწყო უცბად. ვისთან მოუხდათ შელაპარაკება? კალონკის უფროსთან. არაფერი კამათი არ აქვს. პირდაპირ სროლა დაიწყო. ჩვენების სროლა მეგონა და არ მეგონა ეგეთი გართულებული სროლა და მე რომ მოხდა ერთი ამები დარბოდნენ კაცები და მე დამნაშავე ის იყო და დაჭრილი იყო, დაგდებული იყო, თითქმის კუდარივით იყო, ისე იყო. ადგილზე იმყოფებოდა პროკურორი რევაზ ნადოი. ჩვენ მოვახერხეთ მცირე კომენტარის ჩაწერა მასთან, როგორც პროკურორმა განაცხადა, დაჭრილია ერთი პირი, ასევე მან დაგვიდასტურა ინფორმაცია, რომ შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავებმა ინციდენტის მონაწილე ერთი პირი დააკავეს. რა მოხდა, რომ გითხრათ, რა მოხდა? გავაკეთებ კომენტარს. რა სტატუსით ხართ აქ ბატონო? მე როგორც პროკურორი. და რა მოხდა, რომ გითხრათ? არაფერი, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ პრესამსახურს. ძალიან დიდი ბოდიშით რა. ერთია დაჭრილი. რაზე მოხდა შელაპარაკება? კომენტარს ვერ გავაკეთებ ბოდიშით. თუ არის დაკავებულია ერთი როგორც გითხრათ? არის, კი. პრესამსახურს. ერთია დაკავებული. პრესამსახურს. მადლობა. როგორც უკვე გითხარით, ბენზინგასამართის სადგურის მიმდებარე ტერიტორია არის შემოსაზღვრული, აქ რჩებიან სამართალდამცავები, ცოტა ხნის წინ მოვიდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და ისინი უკვე საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარებენ ადგილზე. მადლობა თამარ, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარის შესახებ დეტალები თამარ გოგესაშვილმა გაგვაცნა.